ადგილობრივი თვითმმართველობის საარჩევნებამდე 35 დღე დარჩა. რა ინფორმაციას ფლობს ამორჩეველი კანდიდატების შესახებ და იგრძნობა თუ არა წინასაარჩევნო კამპანია. ამის გასარკვევად ჩვენ თბილისის ქუჩებში გავედით. ყურადღებას იპყრობს ის ერთი შეხედვითაც, რომ მხოლოდ ორი კანდიდატის გარე რეკლამას ხვდებით მთელ თბილისში, აქედან ერთის ნაწილი დაზიანებულია. შესაბამისად დავინტერესდით, ვის ევალება მოუფრთხილდეს კანდიდატის გარე რეკლამას და ზოგადად რა დატვირთვა აქვს კამპანიის ამ ნაწილს, მოქმედებს თუ არა ის მათზე, ვის გულის მოგებასაც ყველა კანდიდატი ცდილობს წინასაარჩევნად. თვითმმართველობის არჩევნების თარიღი 21 თებერვალს დაზუსტდა. თუმცა ამ დრომდე თბილისში მხოლოდ ორი ყოფილი და მმართველი გუნდის კანდიდატების გარე რეკლამებს ხვდებით. დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატის საარჩევნო პლაკატები ამ მდგომარეობაშია. მსგავს დარღვევებზე რეაგირება მერიის ზედამხედველობის სამსახურს ევალება. ადგილზე ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში საპატრულო პოლიციასაც. იმ შემთხვევაში, თუ მოხდა გაგრული პლაკატის დაზიანება, ან ხელის შეშლა, რაც გამოიხატება გაგრულ პლაკატზე გადაკვით, ან მოხდა პლაკატის უნებართვოდ განთავსება ჩვენი სამსახურის მიერ. აღნიშნული ფაქტის აღმოჩენის შემთხვევაში დგება შესაბამისი ოქმი და იგზავნება სასამართლოში საბოლოო პასუხის მისაღებად. ერთი თვე დარჩა და ფაქტობრივად მხოლოდ ორ პოლიტიკურ სუბიექტს აქვს წარმოდგენილი სხვადასხვა მატარებლებზე თავიანთი იდეები და აზრები. წინასაარჩევნოდ გარე რეკლამის განთავსება კერძო კომპანიასა და პოლიტიკურ სუბიექტს შორის მოლაპარაკების საგანია. კანონი არ ადგენს რაიმე წესს ან პირობას, რაც განთავსების დროს თანასწორობის პრინციპს დაიცავს. პიარ-ტექნოლოგი სოსო გალუმაშვილი მიიჩნევს, რომ პოლიტიკოსები არჩევნებისათვის სათანადოდ არ მოემზადნენ. ობამა-კეა იყო ეს ძირითადი პროექტი და პროგრამა, რაც შეთავაზა ამერიკელ ამორჩეველს ობამამ. მმართველი პარტია გარკვეული ტიპის პასუხისგებლობას გადასცემს ამორჩეველს. ნაციონალური მოძრაობის ეს სლოგანი ასევე მრავლისმეტყველია და პირველ რიგში არის გარკვეული დისტანცირების გაკეთება დღევანდელ საქართველოსთან, დღევანდელ მმართველ პარტიასთან. სიტყვა ერთად, როგორც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, ისე ქართული ოცნების საარჩევნო სლოგანში ფიგურირებს. ამ დეტალზე ყურადღებას პიარ საკონსულტაციო ჯგუფის დირექტორი ამახვილებს. გიგი უგულავას გამოჩენა ეს არ არის მხოლოდ ასე ვთქვათ PR სვლა. ეს შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ ერთგვარად ასე ვთქვათ იყო ხრიკი გარკვეული ნაციონალურ მოძრაობაში გარკვეული ჯგუფის მხრიდან ამორჩეველი აი ამ სლოგანს ნაციონალური მოძრაობის მხრიდან თბილისის ქუჩებში აბსოლუტურად დამაბნეველია, იმიტომ რომ თუ გიგი უგულავა და ნიკა მელია აპირებენ დედაქალაქის მართვას, ისინი ვერანაირად საწყისშივე ვერ იზრუნებენ. პიარ-ტექნოლოგების ნაწილი მიიჩნევს, რომ გარე რეკლამას დამატებითი ფუნქცია აქვს მათთვის, ვინც ინფორმაციას სხვა გზით ვერ იღებს. ნაწილის აზრით, მას შემახსენებელი როლი აქვს. რა დატვირთვა აქვს გარე რეკლამას, ამ კითხვით ჩვენ ამორჩევლებსაც მივმართეთ. ამორჩევლისთვის ის რას გააკეთებს, არა, ამას აქვს მნიშვნელობა. მაგრამ სიტყვებით, მარტო რა ხარუხის სიტყვები ეს არ არის ეს. რა წერია პლაკატზე, არ აქვს ამას არ აქვს ამას მნიშვნელობა. საარჩევნო პლაკატ ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. ეგ საჭიროა, ხო, ხალხმა უნდა იცოდეს, ვინ არის, რა არის, ვის ირჩევ, რას ირჩევ. საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გასული წლის 27 ოქტომბერს აირჩია, თუმცა თბილისში მსგავსი შინაარსის ბანერებს დღესაც ხვდებით. საარჩევნო კოდექსის სუბიექტს სააგიტაციო მასალის ჩამოხსნას საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში ავალებს. ჩამოხსნისგან განსხვავებით, გარე რეკლამის განთავსების ვადებს კანონი არ არეგულირებს. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 35 დღე დარჩა. 15 ივნისს 71 საკრებულო, 12 ქალაქის მერი და 59 მუნიციპალიტეტის გამგებელი აირჩევა.